საბრძოლო იარაღები, გამომწვარი თიხის ჭურჭელი, თიხის აბეჭდავები და ბრინჯაოს ნივთების ფრაგმენტები დედოფლის წყაროში შირაქის ველზე მდებარე დიდნაურის ნაქალაქარზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად სპეციალისტების განცხადებით უნიკალური სამარხები აღმოჩნდა. 10 ჰექტარზე გადაჭიმული ნაქალაქართან განთავსებული უძველესი დროის სამაროვანი შესაძლოა სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდეს. რა ისტორიას ინახავს დიდნაურის ნაქალაქარი, ნათია ხართიშვილი კი ამბობთ. ეს ის მახვილია, რომელიც ამ ხედართავარ ზურგს უკან ქონდა და ეტყობა სპეციალური რაღაცა მოწყობილობა ქონდა, რომ ზურგზე ქონოდა. ეს კინოებშიც გინახიათ, ეხლა რომ ზურგიდან იღებენ და იბრძვიან და ტიპიური მხოლოდ კახური ეს სხვათა შორის. კახეთის ტერიტორიის გარეთ ამ მსგავსი მახვილები არ არსებობს. და ეს არის რითიც მოკლეს. აი მე გეუბნებოდით, რომ ეტყობა მცირე აზიულია, ჯერჯერობით არ ვიცით კონკრეტულად რომელი სახელმწიფოს წარმომადგენლები დაგვესხენ თავს. დიდნაურის ნაქალაქარზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მამაკაცის ჩონჩხი შესაძლოა დღემდე არსებული ისტორიული ცნობების შეცვლის საფუძველი გახდეს. არქეოლოგი კიაზო ფირცხელაური ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილი სამარხი სავარაუდოდ მხედართმთავარს ეკუთვნის, რომელიც ამ ტერიტორიაზე ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიღუპა. ზურგს უკან აღმოჩენილი კახური მჭედლობის მახვილი ადასტურებს, რომ მეომარი ადგილობრივი იყო. მუცელში ნასროლი ისრის წარმომავლობა კი ჯერჯერობით დაუდგენელია. პირველი შემთხვევაა, როდესაც ფაქტიურად მხედართმთავარის სამარხი გავთხარეთ, იმიტომ რომ ეს აშკარად ელიტაა და სამხედრო ელიტაა, იმიტომ რომ გვირგვინოსანი იყო, შუბლზე დიადემა ჰქონდა. როცა ვალაგებდით, ის აღმოჩნდა ყველაზე საინტერესო, რომ მოკლული იყო. მოკლული იყო ეტყობა აქვე სადღაც, იმიტომ რომ აი ესეთივე ფორმა მიცეს, არა, დაკრძალვისა, ეს სანამ გაშეშდებოდა მიცვალებული, ეტყობა ბრძოლა აქვე სადღაც მოხდა. სადაც დაიხუპა ეს კაცი და დიდი პატივით დაკრძალეს მერე. ათობით თიხის ჭურჭელი, ქვის საბრძოლო იარაღები, ბრინჯაოს ნივთების ფრაგმენტები. დიდნაურის ნაქალაქარზე გათხრებს არქეოლოგების 12 კაციანი ჯგუფი ყოველდღიურად აწარმოებს. ამ დროისათვის სამაროვანის ნაწილის გათხრა უკვე დასრულებულია. საიდანაც ჩანს, რომ სამარხები 4-5 იარუსიანია და მამაკაცებთან ერთად ქალები და ბავშვებიც განსაკუთრებული პატივით არიან დაკრძალული. დაახლოებით 200 წელი მაინც იმოქმედა ამ ქალაქმა, 200 წლის ბევრია გაძარცვული როგორ დანგრეული, იმიტომ რომ 200 წლის განმავლობაში არ ახსოვდა წინა სამარხი სად იყო, ინგრეოდა მეორე, მაგრამ 3-4-5 სართულათაც გია ეს სამარხები ერთი მეორეზე განლაგებული. თარიღი სრულიად ცხადია, ამათი თავიდანვე ჩვენ მე-13 საუკუნით დავათარიღეთ, იმიტომ რომ კახეთის მასალები, კერამიკული და ის კარგად არის შესწავლილი, მით უმეტესი იარაღი, ეხლა რო აღმოჩნდა, ამან კიდე დაგვიდასტურა. საქართველოს ბეღლად წოდებულ შირაქის ველზე დიდნაურის ნაქალაქარი დღეს კულტურის მინისტრის მოადგილემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დაათვალიერეს. როდესაც ჩვენ თქვით, რომ დიდნაურის ნაქალაქარი პირველადი მონაცემებით, როდესაც გათხრები დავიწყეთ, არის ამიერკავკასიაში შეიძლება ითქვას ერთ-ერთი უდიდესი ნაქალაქარი, ამ გათხრებმა ცხადყო მისი ფართობები. ამ გათხრებმა ცხადყო ის, რომ მართლა ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი საზოგადოება ცხოვრობს იმ პერიოდში. საქართველოს ისტორიის, აი ამ ტერიტორიის ისტორიის გადახედვა შეიძლება მოხდეს ამ აღმოჩენებით. ეს უფრო მეტ დაინტერესებას გამოიწვევს ჩვენი მუნიციპალიტეტისადმი და ის ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან არქეოლოგიური გათხრები, რომელთაც სიძველეები აინტერესებს, ანუ ტურიზმის გარკვეული სეგმენტის დამატებით დაინტერესებას გამოიწვევს და ერთ-ერთ მნიშვნელოვნად მისასალმებელია. შირაქის ველზე არქეოლოგიური გათხრები 2015 წლიდან დაიწყო. ახლა ნაქალაქარი სახელმწიფოს საკუთრებაშია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს. თუმცა მანამდე ნაქალაქარის ტერიტორია კერძო საკუთრება იყო. აღნიშნულ ტერიტორიას არ გააჩნდა სტატუსი და სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად კულტურის სამინისტრომ მიანიჭა ძეგლის სტატუსი, რაც თავისთავად ერთი მხრივ აღიარება არის აღნიშნული ტერიტორიის მნიშვნელობის და მეორე მხრივ ეს არის დაცვის კიდევ ერთი საშუალება, რომ თვითნებურად და დამოუკიდებლად არ მოხდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე გარკვეული სამუშაოების წარმოება. დიდნაურის ნაქალაქარზე არქეოლოგიური გათხრები ახლა დარჩენილ 10 ჰექტარზე გრძელდება. განხორციელებული სამუშაოებისათვის 30,000 ლარია გამოყოფილი.